ვის სჭირდება ექო და როგორ მუშაობს ეს? თუ დამოუკიდებელი ორსულობა შეუძლებელია რეპროდუქტოლოგი ექიმის შემოგთავაზებთ ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებას. არსებობს ბევრი მიზეზი და ფაქტორი, რის გამოც დამოუკიდებელი ჩასახვა შეუძლებელია. მაგალითად, გაუვალი მილების, სპერმოგრამის ცუდი მაჩვენებლები, ან გენეტიკური მიზეზები. და არა, ექო კიბოს არ იწვევს. ყველა კვლევა, რომელიც ამ თემაზე ჩაკარდა, სანდო მონაცემებს არ იძლევა. ვისგან შედგება ექოს პროგრამა? პირველი ეტაპი გამოკვლევაა. მეორე ოვულაციის სტიმულაცია. ჩვეულებრივ ეს ყოველდღიური კანქვეშა ინექციებია. მესამე ეტაპი ფოლიკულების პუნქცია, ანუ კვერცხუჯრედების აღება. მეოთხე განაყოფიერება და კულტივირება. ამას როგორც წესი ემბრიოლოგია აკეთებს. მეხუთე ეტაპი ემბრიონების განვითარების შეფასებაა განაყოფიერებიდან 5-6 დღეში. ამავე დროს ხდება ემბრიონების გადატანა და დარჩენილი ემბრიონების გაკინვა. ორსულობის დადგომის სიხშირე პირველი ექოს პროგრამის შემდეგ დაახლოებით 30%-ია. მეორე და მესამე ცდების შემდეგ შესაბამისად 40-50%. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ექო არც საშიშია და არც მტკივნეული. მთელი პროცედურა 14-დან 20 დღემდე გრძელდება და ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი ორსულობის დასადგომად და ბავშვის გასაჩენად.